მოკლედ 6 სახის ბონუსი არის კომპანიაში და რა ხდება აი ამ 6 სახის ბონუს პირველი სახის ბონუსი არის ეს სწრაფი ბონუსი და სწრაფი არის იმიტომ რომ მეორე კვირას რო გვერიცხება ეს ბონუსი. სწრაფი ბონუსის სახით ჩვენ გვერიცხება თანხები აი ესეთნაირად. როდესაც მოვდივართ კომპანიაში და მოგვეწონა ეს კომპანია, გადავიხადეთ $50. ამ $50 შედის $40 რეგისტრაციის თანხა და $10 კლუბის წევრობის თანხა. ეს კლუბის წევრობის თანხა უნდა ვიხადოთ ყოველ თვე. და აი მოგვეწონა კომპანია, გადავიხადეთ, დავრეგისტრირდით და მოვყევით ჩვენ მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობებს და ისინი შემოვიდნენ ჩვენთან ერთად დარეგისტრირდნენ და ყოველ მოწვეულ ადამიანზე აი ეს ვართ ჩვენ და მოვიწვიეთ 1 ადამიანი, 2, 3, 4, 5 და უსასრულოდ რამდენი წვინდა, იმდენი ადამიანი შეგვიძლია მოვიწვიოთ. და აი ამ თითოეული ადამიანიდან ამოგვდის $25. ეს არის $50 50%. შემდეგ აი ეს ადამიანებიც მოიწვევენ ადამიანებს. ზოგმა შეიძლება მოიწვიოს 3, ზოგმა შეიძლება მოიწვიოს 10, ზოგმა შეიძლება მოიწვიოს 1, 5, ზოგმა შეიძლება საერთოდ არ მოიწვიოს. ესეთი ხალხიც არსებობს, რომ არავინ არ მოყავთ. ეს არის პასიური ადამიანები. და აი ამ თქვენი მოწვეულებიდან უკვე ამოდის $5 ყველადან, აბსოლუტურად ყველადან ამოდის $5. ანუ ამათ ამოუვათ $25 და თქვენ ამოგივათ $5, ანუ $50 10%. და ეს შრეების გახსნა დამოკიდებულია სტატუსებზე. სტატუსები კიდე საკმაოდ იოლად არის მისაღწევი, ესე იგი, როდესაც მოდიხართ და მოგყავთ 2 ადამიანი, უკვე თქვენ ხართ ბრინჯაო. როდესაც მოგყავთ 3 ადამიანი და ამ 3 ადამიანს მოყავს 2 ადამიანი და კიდე აი ამათაც მოყავთ და ჯგუფი გაივსება 20 ადამიანისგან შეივსება, თქვენ ხდებით უკვე ვერცხლი. შემდეგ ეს 3 ადამიანი რომ გახდება ვერცხლი, თქვენ გახდებით ოქრო, ოღონდ ჯგუფში უნდა იყოს 100 ადამიანი, ეს 3 ადამიანი რომ გახდება ოქრო, თქვენ გახდებით პლატინა და ეს 3 ადამიანი რომ გახდება პლატინა, თქვენ გახდებით ბრილიანტი. ბრილიანტის დროს 2000 ადამიანი უნდა იყოს ჯგუფში. ეხლა ნახეთ აი ამ სტატუსების საჭიროა შრეების გასახსნელად. ესე იგი, პირველი შრე, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და სულ 10 შრე არის. ამ სწრაფ ბონუს 10 შრე აქვს. პირველი 2 შრე ეხსნება ბრინჯაოს და შემდეგ ეხსნება ოქროს კიდე 2 ვერცხლს კიდე 2 შრე, ანუ 4 შრე სულ, შემდეგ ოქროს 6 შრე, პლატინას ეხსნება 8 შრე და ბრილიანტს ეხსნება 10 შრე. და აი ამ შრეების მიხედვით აი ესე განლაგდება პროცენტები. ესე იგი, პირველი შრიდან როგორც გითხარით 50% ამოდის, შემდეგ 10% ამოდის, შემდეგ 5%, 5%, 3%, 2%, 2%, 1 და 1%. აი ესე ამოდის ქვემოდან ზემოთ აი ეს პროცენტები, თუმცა მათ არაფერი არ აკლდებათ. უბრალოდ პროცენტები ამოდის ზემოთ. და შემდეგი და ეს სხვათა შორის ძალიან დიდ თანხები ამოდის აი ამ სწრაფი ბონუსიდან. ეს სწრაფი ბონუსი, როგორც გითხარით, ყოველ ხუთშაბათს გვერიცხება, დაარეგისტრირებთ ადამიანს და ყოველ მეორე ხუთშაბათს დაგერიცხებათ ეს სწრაფი ბონუსი. ეხლა მეორე ბონუსი არის უკვე გლობალური ბონუსი და ეს გლობალური ბონუსი არის და რატომ ქვია გლობალური? იმიტომ ქვია, რომ აი ამ ბონუსს, აი ამ ადამიანებს
ვავსებთ არა მარტო ჩვენ და ჩვენი მოწვეულები, არამედ ჩვენი ზედა სპონსორები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორი სპონსორი გეყოლება და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც რომ თქვენს ქვევით როგორი ადამიანი ჩამოვარდება. ესიც გამართლებაზე და კარგ ადგილის დაკავებასთან არის დამოკიდებული. ანუ როგორც გითხარით, მოვდივართ და აი აქ არის ნახეთ აი ესეთი ცარიელი უჯრები. ყველა ადამიანის ქვევით არის ორ-ორი ცარიელი უჯრა. აი ესე ყველგან არის ორ-ორი ცარიელი უჯრა და ეს არის ლეველები, აი ესე ყველგან არის ორ-ორი ცარიელი უჯრა და აქ არის ლეველები. და ლეველები არის, სულ არის 15 ლეველი შესავსები. ანუ ეს არის განსაზღვრული რაოდენობის შემდეგ всё იმ ადამიანს მეტი უჯრა აღარ შეევსება და მას აქვს ესე განსაზღვრული უჯრები და მორჩა. და ნახეთ რა ხდება უსტატუსო ადამიანით, აი წეგან რომ ვთქვი, ესეთი ადამიანით კი ადის $2047 ხელფასზე. და ადის იმიტომ რომ მას აი ამ ცარიელ უჯრებს უსვებს მისი ზედა სპონსორი. აი აქ ზედა სპონსორმა მოიწვია ადამიანები და ისინი ჩაჯდებიან რობოტის ამ ადამიანებს ზემოდან ქვემოთ მარცხნიდან მარცხნივ. აი ესე ჩაუსვავს ადამიანებს ნელ-ნელა და მას შეევსება უჯრა. შემდეგ მის ქვემოთაც თუ ვინმე ჩაჯდა და დაიწყო შევსება, ის ადამიანი შეუსწევს აი ამ 12 ლეველს. აი ნახეთ უსტატუსო ადამიანი რომელიც მოვიდა და არ იხდის, გადაიხადა $50 და იხდის მხოლოდ $1000 და არ მოყავს არავინ, აი ესეთი ადამიანი გადის $2047-ზე, მას ეხსნება 12 დონე, 12 შრე. ხოლო შემდეგი სტატუსი არის ბრინჯაო და ვერცხლის კიდე 1 შრე ეხსნება და გადის $4000 ხელფასზე, შემდეგ ეხსნება ოქროს და პლატინას კიდე 1 შრე და გადის $4000 ხელფასზე, შემდეგ ბრილიანტს 15-ვე შრე ეხსნება და გადის $16000 ხელფასზე. ეხლა კითხვა დაიბადება აქ ის რომ სანამ არ შეავსებს ამ უჯრებს ხელფასი არ დაერიცხება? დაერიცხება. აი მოვიდა ადამიანი და მოიწვია ერთი ადამიანი, მოიწვია ორი ადამიანი, მალევე ამათგან ამოიღო $25 და ეს თავისი $50 უკვე ამოიღო და ამათ მეორე თვეში გადაიხადეს ის $1000 და აი იმ $1000-დან თითოეული აი ამ ადამიანებიდან 25 ცენტი ამოდის და მეორე თვეშივე აი ამ ადამიანს დაერიცხება 50 ცენტი და აი ესე 25 ცენტიდან დაწყებული ნელ-ნელა ადის, იმიტომ არის ეს გლობალური ხელფასი მზარდი, ნელ-ნელა ადის და ზუსტად ადის იმ ხელფასზე თუ რა სტატუსიც გაქვთ. დაწყებული $2000-დან დამთავრებული $16000-მდე. ეს არის ერთ-ერთი ხელფასი, ერთ-ერთი ბონუსის სახეობა. და შემდეგი არის მაჩი ბონუსი სახიან, საიდანაც ძალიან დიდი თანხები ამოდის. ეს არის ხელფასის ხელფასი. და აი ნახეთ თქვენ რომ მოიწვიეთ ეს ადამიანები და თქვენ ახვედით რაღაც ხელფასზე. აი ახვედით მოიწვიეთ ადამიანები, აი ესე თქვენი პირველი მოწვეული ადამიანები, თქვენ ახვედით რაღაც ხელფასზე $1000-ზე მაგალითად და ეს თქვენი მოწვეული ადამიანები ავიდნენ ზოგი $500-ზე, ზოგი $2000-ზე, ზოგი თუ ბრილიანტი გახდა ვთქვათ $16000-ზე. ანუ ესეც შეიძლება თქვენმა მოწვეულმა ადამიანმა სტატუსებითაც გაგისწროთ და რა თქმა უნდა სტატუსით თუ გაგისწრებთ, უფრო მალე შეავსოს მან შრე თავისი უჯრები და გავიდეს $16000-ზე, თუმცა მისი ის ადამიანი თქვენს ქვევით იქნება და თქვენც რაღაც ეტაპზე რა თქმა უნდა გახვალთ, ოღონდ არ იქნებით ვთქვათ სტატუსიანი და ამიტომ იმ ხელფასზე ვერ გახვალთ, როგორც ვთქვათ ის თქვენი მოწვეული ადამიანი, რომელიც ძალიან მალე ავიდა აი ამ სტატუსზე. და აი ამ მათი ხელფასებიდან თქვენ დაგერიცხებათ
მათი ამ ხელფასის 50%. ანუ $500-დან $250, $2000-დან $1000 და ასე შემდეგ. შეიძლება ერთი გავიდა $5-ზე, $5-დან $2.5 თქვენ დაგერიცხებათ. და აი ეს გლობალური ხელფასიდან გასვლის შემთხვევაში, აი ეს შემდეგი ბონუსი არის აი ესეთი სახის ბონუსი. შემდეგი ბონუსი არის უკვე გაყიდვებიდან ამოსული ბონუსი არის როდესაც კაბინეტში გვაქვს ჩვენი რეფერალური ლინკი, ამ ლინკებს გავავრცელებ სხვადასხვა ინტერნეტ სივრცეში, იქ თუ ვინმე იყიდის თქვენი რეფერალური ლინკიდან აი ამ პროდუქციას, აი გაყიდვების შემთხვევაში იმ წუთში დაგერიცხებათ გაყიდული ჩვენი თანხა არის სხვა და მომხმარებლის თანხა არის სხვა, აი ამ განსხვავებული თანხის 50%. ძალიან ბევრი განსხვავება არ არის ჩვენსა და მომხმარებელს შორის, დაახლოებით $5-დან $20-მდეა განსხვავება. და აი ამ განსხვავებას გვიბრუნებს განსხვავებული თანხის 50% გვიბრუნებს. შემდეგ არის თუ რაც უფრო მეტს გაყიდით, უფრო მეტ პროცენტს გვიბრუნებს უკან და შემდეგ არის ბრილიანტის მფლობელებისთვის არის ბრილიანტები ყავს 2%-იან წილში ჩაცმული, თუმცა ეს 2% ყველა ბრილიანტზე თანაბრად ნაწილდება. აი ესეთი მარკეტინგია